და ახლა მივადექით ირაკლი კობახიძის წერილს დონალდ ტრამპისა და ჯეი-დი ვანსისადმი. ივანიშვილის მთავრობა ფაქტობრივად იმითაა უკმაყოფილო, რომ დასავლეთმა მათ ლანძღვაგინება და თავდასხმები არაპატია არ გაუტარა. და ახლა ვაშინგტონში მათ აღარავინ ელაპარაკება. ამის მიუხედავად ისინი ტრამპთან ვითომ შეხების წერტილებს ეძებენ და წერენ. აი ციტატა მისი წერილიდან. შეგახსენებთ, რომ USAID-ისა და NED-ის მიერ დატრენინგებული და დაფინანსებული 250-მდე ადამიანი დღემდე ყოველდღიურად იკრიბება ქვეყნის დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე, რაც იმის უტყუარი მტკიცებულებაა, რომ Deep State რევოლუციის გეგმა თაროზე ჯერაც არ შემოუვდია. აი ესაა ციტატა წერილიდან. თქვენ რას ფიქრობთ? Look, he's clearly against the West. Look, ის აშკარად მიდის დასავლეთის წინააღმდეგ. როგორღაც დიდი ხნის მანძილზე ქართული ოცნება ახერხებდა, რომ თავი პროდასავლურ ძალად წარმოეჩინა. მაგრამ ცხადია, რომ მათი შინაგანი სიმპათია რუსეთის კორუფციისა და ავტორიტარიზმისადმი ჰქონდათ. ეს ნიღაბი ახლა ჩამოხსნილია. ის როგორც ექცევიან მშვიდობიან დემონსტრანტებს ცხადად მოპარული არჩევნების შემდეგ სიგიჟია. პრემიერ-მინისტრი, რომელსაც კარგი იქნებოდა თმა შეეჭრა, განაგრძობს შეტევებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაზე. You know, when your prime minister, who needs a haircut, by the way, for God's sakes, when he continues to push back against the United States and Europe, ის მოთქვამს და წუწუნით ახსავს წერილებს აგზავნის და ამით აჩვენებს, რომ ქართველი ხალხის ხმა ძლიერად და მკაფიოდ ისმის. როგორც საქართველოში, ასევე ამერიკაში. და მე ვფიქრობ, რომ ქართველი ხალხი არ დამარცხდება. ქართული ოცნების ადგილას რომ ვიყო, გამოსავლის ძიებას დავიწყებდი. So if I was in the Georgian dream right now, I'd be looking for a way out. თქვენი აზრით, ამ წერილით კობახიძე ამერიკას მიმართავდა რას გვერდშით? თუ რუსეთს? აი ჩვენ თქვენთან ვართ. I'm sure it was addressed to both, really. I mean, technically, of course, in the United States. ჩემი აზრით ორივეს. როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, ისე რუსეთისთვის იყო განკუთვნილი. ცხადია, რომ რუსეთიც კითხულობს და პასუხობს ამ გზავნილებს. მათ ორივე აუდიტორიისთვის უნდათ მიემართათ.